მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულმის მადლობებს, რომ გამოწელიდგეთ ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. გეტყვით, რომ აქცია იქნება სრულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით, რომ აქციებს ძალიან ხშირად წერენ ხოლმე, რამე აქცია ხوار გაქვთ, იმიტომ რომ როგორც ასეთი ცოტა რთულია, ხო? ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე, ასე რომ იქნება სრულ დიაგნოსტიკაზე აქცია 21, 22 და 23 მაის იქნება სრული დიაგნოსტიკა 50 ლარი. ბევრი ადამიანს ვერ მივიღებ ფიზიკურად დღის განმავლობაში და გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ უნდა ჩაეწეროთ. რაც შეეხება დღევანდელ გასვლას, მოდით გავაკეთოთ პაუზა თუ დასასრული. გავაკეთოთ, მოდით ორი ვარიანტი მოვასწრებთ. პაუზა თუ დასასრული. პირველი ვარიანტი, თქვენი ჩანს. და მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, რომელიც გინდა დაირჩიეთ, მე დავიწყებ პირველი ვარიანტი, პაუზა თუ დასასრული. პირველ ვარიანტს გეტყვით, რომ ეს არის პაუზა, აქ არის შანსი იმის, რომ გაგრძელდეს სიტუაცია, აქ არის იმის მდგომარეობა, რომ არის საშუალება, რომ ურთიერთობა ჩამოყალიბდეს და კიდევ მოტრიალდეს სიტუაცია, აქ უბრალოდ პაუზა არის, იმიტომ რომ ადამიანს შეიძლება სჭირდებოდეს რაღაც გაანალიზება და გააზრება სიტუაციურად, იმიტომ რომ აქ შესაძლებელია პირველ ვარიანტში იყოს დაოჯახებული ადამიანი, ხო? ანუ სამკუთხედ სიტუაციაში იყოს და აქ უბრალოდ რაღაცა ეს მომენტი აფერხებდეს ადამიანს და ამისთვის სჭირდებოდეს პაუზა, რომ ვთქვათ, სიტუაციას გადახედოს, რა შეუძლია შემოგთავაზოთ თქვენ და როგორ უნდა განავითაროს ურთიერთობა თქვენს მიმართ აქვს აშკარად ემოციები, აშკარად ეს ფიზიკური თუ სულიერი, ყოველ შემთხვევაში აქ არის სურვილი იმის, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს და პირველი ვარიანტისთვის ეს არის პაუზა. რაც შეეხება მეორე ვარიანტისთვის, ეს არის პაუზა თუ დასასრული. აი მეორე ვარიანტს რაც შეეხება, მე ესე გეტყვით, რომ ეს არის სიტუაცია, როდესაც ვიცით რა არის, მოდით ესე ვთქვათ, აქ შეიძლება ითქვას ადამიანი არ არის არც აქ არ არის დასასრული, აქაც არის ის მომენტი, როდესაც არის პაუზაზე ადამიანი, იმიტომ რომ აქ კონკრეტულად აქვს მიზანი იმის, რომ თქვენთან შეიძლება ითქვას რაღაცა ურთიერთობა უფრო სხვა ასპექტში გადაიყვანოს და ადამიანს დასჭირდა პაუზა იმისთვის, რომ აი ეს სიტუაცია დაალაგოს, ხო? აქ უფრო გეტყვით, რომ ურთიერთობა შეიძლება ითქვას დაოჯახებისკენ გადაყვანა და